პროკურატურის განცხადებით 2024 წლის პროდასავლური აქციებისას პროტესტის მონაწილე ზვიად მაისაშვილზე, ჟურნალისტ გურამ როგავასა და ოპოზიციონერ პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის ფაქტებზე იდენტიფიცირებული და დაკავებულია 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი. განცხადება ამის შესახებ დღეს მთავარმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ გააკეთა. მისი თქმით 5 ბრალდებულიდან 2 სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის სხვა საქმესთან დაკავშირებით უკვე პატიმრობაში იმყოფება. 3 ბრალდებული კი დღეს დააკავეს. ამ სისხლის სამართლის საქმეებზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ჩატარებულია ათასობით საგამოძიებო მოქმედება. მათ შორის მოწმის სახით გამოკითხულია 550-ზე მეტი პირი. პირველი ეპიზოდი 2024 წლის 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმჟამინდელმა 2 თანამშრომელმა, რომელთაგან ერთ-ერთი დღეის მდგომარეობით დაცვის პოლიციის თანამშრომელია, ფიზიკურად იძალა და ზვიად მაისაშვილზე, რის შედეგადაც მაისაშვილმა დაკარგა გონება. ეს კადრები კარგად ცნობილია ქართული საზოგადოებისთვის. პროკურატურის ინფორმაციით 5-ვე დაკავებულს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავებიან. როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს კი დამატებით ბრალდება ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე წარედგინება. წარდგენილი ბრალდებები 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მეორე ეპიზოდი 2024 წლის 30 აპრილს რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაშინდელმა თანამშრომელმა, რომელიც დღეის მდგომარეობით არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთმა თანამშრომელმა ფიზიკურად იძალადეს ლევან ხაბეიშვილზე. და მესამე ეპიზოდი 2024 წლის 29 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა ფიზიკურად იძალა ჟურნალისტ გურამ როგავაზე, რომელიც თავდასხმის მომენტში ახორციელებდა ჟურნალისტურ საქმიანობას. პროკურატურის ამ განცხადებამდე 2 დღით ადრე 5 მაისს ფორმულას ეთერში ელისო ჯარიაშვილის გადაცემაში საგამოძიებო რეპორტაჟი გავიდა, სადაც განაცხადეს, რომ იციან ვინ დაესხა თავს ჟურნალისტ გურამ როგავას. 2024 წლის 28 ნოემბრის ღამეს ტელეკომპანიის ცნობით თავდამსხმელის ვინაობა ანონიმურმა წყარომ მიაწოდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან. საგამოძიებო რეპორტაჟის გასვლის შემდეგ პროკურატურამ ელისო ჯარიაშვილი და გურამ როგავა გამოკითხა. პროკურატურის დღევანდელ ბრიფინგს გურამ როგავა მალევე გამოეხმაურა. მისი თქმით, დაკავებულებს შორის არ არის ის პირი, ვიზეც მათ წყარომ ინფორმაცია მიაწოდა. პროკურატურაში გამართული ბრიფინგი ბევრ კითხვას აჩენს ჩემთვის. იქ არ დასახელებულა არავის ვინაობა, ინიციალები არ უხსენებიათ. ჩემი ინფორმაციით დაკავებულებს შორის არ არის ის პირი, ვიზეც ჩვენ წყარომ ინფორმაცია მოგვაწოდა. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ არამხოლოდ შემსრულებლებზე, არამედ დამკვეთებზე, ბრძანების გამცემებზე და დამნაშავეების მფარველებზე გავიდეს საბოლოო ჯამში გამოძიება. მე მაინტერესებს ზვიად ხარაზიშვილის სად არის ახლა, დავით ყამარაული, ვასილ გასვიანი, ლუკა ედილაშვილი, ესენი არიან სწორედ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც ამ სისხლიან ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ. მოგვიანებით პროკურატურა მედიასთან დამატებითი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდამსხმელი პირი უწყوارი მტკიცებულებების საფუძველზეა იდენტიფიცირებული და დაკავებული. პროკურატურაში თქვეს ისიც, რომ ფორმულას ჟურნალისტის ელისო ჯარიაშვილის მიერ საგამოძიებო სიუჟეტში დასახელებული პირის კავშირი გურამ როგავას საქმესთან არ დასტურდება. ეს 3 შემთხვევა სხვადასხვა დროს მოხდა. გურამ როგავა 2024 წლის 29 ნოემბერს საპროტესტო აქციის დარბევას პირდაპირ ეთერში აშუქებდა, რა დროსაც სპეცრაზმელი თავს დაესხა. მას დაფარული ჰქონდა სახე და მისი იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო. ლევან ხაბეიშვილს 1 მაისის ღამეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაესხნენ თავს. მისი განცხადებით ის აქციაზე დაშავებულ მოქალაქეს ეხმარებოდა, როდესაც სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა იგი ალყაში მოაქციეს, ტერიტორიიდან გაიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. რაც შეეხება ზვიად მაისაშვილს, მას სპეცრაზმელები თავს დაესხნენ 2024 წლის 30 ნოემბერს გამთენიისას რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დარბევის დროს. თავდასხმის შედეგად დემონსტრანტმა ტვინის შერყევა და ცხვირის მოტეხილობა მიიღო.